მოგესალმებით, ამ გაკვეთილზე მინდა აგიხსნათ do loop ფუნქცია. ეს ფუნქცია გვაძლევს საშუალებას, რომ გავაკეთოთ კონკრეტული მოქმედება კონკრეტულ ზღვარამდე ან ჩათვლით. ანუ გვაქვს do while და do until. მოდით დავიწყოთ do until-ით. გააკეთეს სანამ number 1 იქნება ტოლი 5-ის. შემდეგ console.writeLine და მოვიღოთ num 1. ამის შემდეგ კი გავაკეთოთ num 1 plus უდრის 1. num 1 plus 1 გვაძლევს საშუალებას, ანუ ეს იგივეა რაც რომ დაგვეწერა num 1 უდრის num 1 plus 1. უბრალოდ ასე უფრო მარტივად გამოისახება. შესაბამისად ამ ხელა ხაზის დაწერა აღარ გჭირდება. ეს ფუნქცია ხა რაც დავწერეთ do until number 1 უდრის 5-ს, ანუ დაამატე 1 0-ს სანამ გახდება 5. მოდით გავაკეთოთ 15. უფრო დიდი რიცხვი. ნახოთ ხედავთ რომ აქ ჩამოწერა 0-დან 14-ის ჩათვლით. მაგრამ არ დაწერა 15. ეს იმიტომ რომ ჩვენ უთხარით მდე, ანუ 15-მდე. მაგრამ თუ ვეტყვით while სანამ იქნება ესე მაგალითად, ანუ სანამ 15-ზე ნაკლებია ან უდრის 15-ს ამატოს. რომ გაუტოლდება, შემდეგ უკვე გაჩერდეს. ნახოთ, ხედავთ რომ დაიწყო 0-დან და 15-ის ჩათვლით გააკეთა ყველაფერი. თუ ჩვენ აი ამას გავუკეთებთ cuts, ანუ ამოვიღებთ და ზემოთ ჩავსვოთ, ნახოთ რა გამოვა. ხედავთ რომ აქ უკვე 16-იც გამოჩნდა. ეს რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაქსიმალური რიცხვით 15, მაქსიმალური ზღვარი და როდესაც ზემოთ დავწერეთ და შემდეგ გამოვიტანეთ, ანუ ჯერ დაუმატეთ და შემდეგ გამოვიტანეთ, პროგრამამ აღიქვა რომ მაქსიმალურ ზღვარზე უნდა გადაებიჯებია 1 ნაბიჯით, ანუ 1 რიცხვით. შესაბამისად ეს შემთხვევაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა უკეთესია უფრო სწორი იქნება ესე ქვემოთ იყოს. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავთიშოთ ეს do ფუნქცია, როდესაც მივა რაღაც კონკრეტულ რიცხვზე. მაგალითად if num 1 უდრის
მაგალითად 800 then exit do. ანუ როდესაც მივა 8-ზე გათიშავს do ფუნქციას. ნახოთ ხედავთ რომ მივიდა 8-ზე გათიშა. ანუ 8 აღარ დაწერა. ნახოთ until-ის შემთხვევაში until-ის შემთხვევაში ეს მოუხსნათ და შევამოწმოთ. აქაც ხედავთ რომ 8-ზე რომ მივიდა გათიშა ფუნქცია და გაჩერდა. პრინციპში ძირითადი რაც არის do loop-ის შემთხვევა ყველა განვიხილეთ. მეტი ჯერჯერობით არ არის. ისწავლეთ, იმუშავეთ, გახდეთ ძლიერი პროგრამისტები, არ დაგავიწყდეთ ვიდეოზე subscribe, like-ი, თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლიათ დააკომენტაროთ თვითონ ვიდეოზე, მე შევეცდები დროულად გიპასუხოთ. ამასთან ჩვენ რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ უკვე გადავალთ გრაფიკულ რეჟიმზე და უკვე უფრო რთულ ფუნქციებსაც შევისწავლით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ გაკვეთილამდე.